დიდი მადლობა, შენ ალბათ დაგვიბრუნდები კიდევ ძალიან საინტერესო სიახლეები გვაქვს, როგორც მივხვდი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გისურვოთ და წარმატებები. მადლობა. და მე მგონი დრო იქნება. იცი რა, საინტერესო ინფორმაციას მოგწვდი ახლა. არსებობს ასეთი ამერიკასთან მეგობრობის ცენტრი. ამერიკასთან დიახ, არსებობს ამერიკასთან მეგობრობის ცენტრი, ძვირფასუდელე მაყურებლებო და მე მგონი ბევრმა ნამდვილად არ იცის, რომ ამ ცენტრში, ასე ვთქვათ, ქართული ზღაპრები ითარგმნება და უკვე ითარგმნა ძალიან ბევრი ქართული ზღაპარი და სხვათა შორის გუშინ დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. როგორ ითარგმნა? ანუ ნაწილი იქნება ქართული, ნახევარი ინგლისური, რომ იმ ტომებმა, რომლებიც ახლა ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შეძლონ რომ ქართული ენაც შეისწავლონ და ასევე გაიგონ. ეს ახლა მეც უნდა დავიჯერო და მაყურებელმაც, რაც მითხარი ბოლოს. რატომ არ უნდა დაიჯერო? ქართულიც არის და უცხოურ ენაზეც არის, ხო? დიახ, აი ნახე სიუჟეტი და შენ თვითონაც მიხვდები რომ სიმართლე. შეგვიძლია რომ ნახოთ. სანამ სიუჟეტს ვნახავთ, მე მაინტერესებს ზღაპრები თუ გიყვარს შენ. ძალიან. ნახევარს კითხულობ სხვა ენაზე და ნახევარს სხვა ენაზე. არა, მე რას გეუბნები, იცი რომ ერთსა და იმავე ზღაპარი, ერთი და იგივე ზღაპარი არის ქართულად და მე არის ინგლისურად ან ესპანურად ან არ ვიცი რაღაცა ენა. ნახევარია მთლიან სრულად არის. ხო, სრულად არის. ეს კი ბატონო. აი ნახე სიუჟეტი. ნახოთ სიუჟეტი კი ბატონო, ნახოთ სიუჟეტი. დასრულდა პირველი ეტაპი პროექტისა თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად. პროექტი, რომელიც ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრ ლანგეითისა და ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით ტარდება, სამთვიანია და 3 ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპში მონაწილეობა 142-მა კონკურსანტმა მიიღო, მათგან ჟიურიმ საუკეთესო თარგმანების ავტორები შეარჩია. დაჯილდოების ცერემონიაზე მეორე ეტაპიც გამოცხადდა, რომელიც სხვა ქართული ხალხური ზღაპრების თარგმნას ითვალისწინებს. საკმაოდ საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა. პირველ ეტაპს რაც შეეხება, ჩვენ წარმოვადგინეთ კომპლექს ნახატები. ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო, პატარებიდან შეირჩა გიორგი ნიკოლაიშვილის ნახატი, უფროსებიდან სალომე გოგილაშვილის და ანი ნიკოლაიშვილის. აქტივობა იყო თარგმნების მხრიდან ძალიან დიდი, 150-მდე თარგმნელი მონაწილეობდა, ძალიან ძნელი იყო ჟიურისთვის გამოვინა საუკეთესო, ძალიან ბევრი იყო მართლა საუკეთესო თარგმნელი, მაგრამ ჟიურის დაუღალვა შრომამ გამოვინა პირველი, მეორე, მესამე ადგილის გამარჯვებული და ჩვენ ამერიკის მეგობართა კლუბმა დავაჯილდოვეთ ისინი დავაჯილდოვეთ ისინი თულადი პრიზებით. ეს არის საინტერესო ეროვნული პროექტი, ამას გაგრძელებთ აუცილებლად და ველოდებით ახალ ვერსიებს, თარგმანი იქნება ალბათ, ეს გაგრძელდება დაახლოებით 3 თვე, თუ იქნება დიდი აქტივობა, ამას აუცილებლად გავაგრძელებთ და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა გამომცემლობა დიოგენეს, რომელიც ამაში არის აქტიურად ჩართული, ამერიკის მეგობართა კლუბს და აგრეთვე ხელოვნების სკოლის ბავშვებს, რომელიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამ დიდ პროექტში, დიდ ეროვნულ პროექტში. სამთვიანი პროექტის ფარგლებში სულ 9 ზღაპარი ითარგმნება. ყოველი თვის ბოლოს ზღაპრები ჯერ ბუკლეტებად, 6 თვის შემდეგ კი ერთ დიდ წიგნად დაიკინძება. წიგნები აუდიო ვერსიასთან ერთად ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორებს საჩუქრად გაეგზავნება. ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოცემული ზღაპრები უცხოეთში მყოფ ქართველ ბავშვებს მშობლიური ენის შესწავლაში დაეხმარება.